დღეს მოვიყვებით ბნელ შაუმაგ ბერზე, რომელიც ოფიციალურად ბერი არ იყო, მაგრამ წლობით ოჯახები დადიოდნენ ამ ბერთან, სულიერებას ეწეოდნენ ბრჭყალებში. მოვიყვებით ისტორიას. არიან შავი მაგები, რომლებიც ქალაქში მოღვაწეობენ და არიან შავი მაგები, რომლებიც ქალაქგარეთ მოღვაწეობენ, მაგალითად გურიაში შეკრებილი ყავს ხალხი, დაითანხმებენ ერთად ცხოვრებაზე. ნახეთ, ბოლო ჟამის დროს საჭირო იქნება ერთად იცხოვრონ ადამიანებმა, რომ გადარჩნენ. ამათმა ეს იციან, მაგრამ ესენი ამზადებენ წინასწარ ბნელ ბუდეებს და არა შუქის ბუდეებს. მაგალითად, არის რამდენიმე დასახლებები, გაერთიანებები, სადაც ადამიანებს გონიათ, რომ სულიერ მოღვაწესთან მიდის და შემდეგ აღმოაჩენენ, რომ შაუმაგთან არიან, ტერორში არიან, გარკვეული ქონებები გაყიდეს, დააბანდეს იმ ადამიანის გვერდით, სადღაც ბუნებაში და ვეღარ მოდიან, ან რაღაც პრობლემები აქვთ ასე შემდეგ. სანამ ისტორიას მოგიყვებით, კარგად დაფიქრდით, ვინ სულიერ მოღვაწესთან ერთად იწყებთ მოღვაწეობას, ქალაქგარეთ ცხოვრებას თუ სიარულს სულიერებასთან მიმართებაში. მიყვება ერთ-ერთი ადამიანი ისტორიას. ცხვარიჭამიაში დიდი ხანია მოღვაწეობს ერთი ბერი. 12 წლის რომ ვიყავი, დედამ იქ პირველად მიმიყვანა 11 წლის წინ. შემდეგ მთელი ეს 11 წელი ფაქტობრივად შაბათ-კვირას დავდიოდით. თბილისიდან სხვა ოჯახების დადიოდა. ამ ბერს ცხვარიჭამიაში თავისი კერძო სახლი აქვს, სადაც ქათმები ყავს, სოფლის სიტუაცია აქვს, სადაც დადიან ოჯახები დიდი ხანია, შვილებით, იმით, ამით. ყველა ისტორიას მოგიყვებით. ეხლა რა ხდება ესეთ შავი მაგის ბუდეებში, სადაც ადამიანებს გონიათ, რომ სულიერებას ეწევიან და ეზიარებიან. ყვები ესეთ რაღაცას, რომ სანამ ის პროცესები დაიწყებოდა, რა პროცესების დაიწყო, 11 წლის შემდეგ გამოვლინდა ეს ყველაფერიო. მთელი ამ ხნის განმავლობაში ამ ბნელ ბერს არაფერი არ ეტყობოდაო. მასეთი შავი მაგები არიან შენიღბულები. მათ სახლში ვერც შავმაგიურ რაიმე ნივთს ვერ ნახავ, ვერაფერს ვერ ნახავ მსგავს. ესეთი ოთახები მაგათ აქვთ გადაკეტილი, ჩაკეტილი. სარდაფებში აქვთ, ესე ვთქვათ, შავმაგიური ბუნაგი, თავისი ყველა პროცედურებით, ალტარით და სხვა დანარჩენით. ამიტომ ასეთი შავი მაგების გაშიფრვა უბრალო მოქალაქისთვის არის რთული. მაგალითად, გამთლიანების ცოდნები თუ იცის, მასეთ შავ მაგს გაშიფრავ, მაგრამ საერთოდ თუ არაფერი არ იცი, ბნელებზე, შავმაგებზე ვერ გაშიფრავ. ამიტომ ბუნებრივია, რომ 11 წლის განმავლობაში ვერაფერი ვერ შეამჩნიეთ. ესე იგი, 11 წლის განმავლობაში ისეთ შენიღბული იყო, რომ ვერაფერი ვერ შეამჩნიეთ. და ბუნებრივიც არის, მასეთ სიტუაციაში ვერ შეამჩნევ, რადგან უკვე ზემოქმედების ქვეშ ხარ. შენ უბრალოდ მასეთი შავი მაგის ბუნაგში, სივრცეში, ეგრეგორში კი არ ხარ გაერთიანებული. იგივე ენერგეტიკულ სივრცეში კი არ ხარ გაერთიანებული, არამედ მისი ზემოქმედების ქვეშ ხარ უკვე, რადგან მასთან დადიხარ, მასთან კომუნიცირებ, მის მოწოდებულს მიირთმევ. ეს უფრო ართულებს იმას, რომ მიხვდე ვისთან გაქვს საქმე. გათიშვის წამალს გიკეთებს, ყველაფერს რომ თავი დაანება. ეხლა რა შეჭირდება ესეთ შავ მაგ ბნელ ბერს თქვენი ოჯახებით სიარული? მისთვის თქვენ ხართ ენერგოკვების ბატარეა. თქვენ რომ იქ დადიოდით, თქვენგან რეგულარულად ენერგიას იღებდა. თქვენ რეგულარულად ენერგიას ტოვებდით. ყურადღების და რაღაც ამ უბრალო ენერგიას კი არა, სიცოცხლის ენერგიას. ჩვეულებრივი ადამიანები მასეთებისთვის არის საარსებო სიცოცხლის წყარო. ამ ბნელ ბერსო ისეთი ენერგია ქონდაო, რომ რასაც გვეუბნებოდა, ყველაფერს ფაქტობრივად ბრმად ვაკეთებდითო. ბრმად კი არ აკეთებდი. მისი ზემოქმედების ქვეშ იყავით უკვე. მხოლოდ ფსიქოლოგიურად არა, ენერგეტიკულად, სულიერად მისი მონები იყავით. მაგრამ თქვენ გეგონათ, რომ თქვენი სულიერი წინამძღვარი იყო. გამონებს. ამ ისტორიას ბოლომდე რომ მოისმენენ ადამიანები, იფიქრებენ, რომ აო, ესე მე როგორ მოვტყუდები და ეს როგორ დაემართა და თქვენ ვერაცნობიერებთ, რას ნიშნავს შავმაგიური ზემოქმედება. შავ მაგთან ასეთ სიტუაციაში რომ მიხვიდე ერთხელ, მიხვიდე ორჯერ, გაჭამოს რამე, დაგალევინოს, შეგილოცოს, შენ რომ შენინებით მიდიხარ, მაგ უკვე შენ მარტო დაშვებას კი არ აძლევ შენს ენერგიას, არამედ შენი დამონებაზე აძლევ დაშვებას და ისე დამონდები, რომ ვერც აცნობიერებ. ამიტომ ესეთ ბუდეებში მახეში თავის გაყოფა სიბრიყვის ნიშანი კი არ არის. ეს არის ხაფანგი, რომელშიც ნებისმიერი თქვენგანი შეიძლება გაებას. თუ ცოდნა არ გაქვს, მაგრამ გამთლიანების ცოდნები თუ გაქვს, ვერავინ ვერაფერში ვერ გაგაბამს, გარანტირებულად. ამობ ეს რაღაცას, რომ ესე იგი ისეთი ძალა ქონდაო, რომ ჩემს აზრებს ერთ-ერთში კითხულობდაო, ჩვენს აზრებს კითხულობდაო, რაღაცას სანამ გავიფიქრებდით, გვეუბნებოდაო. არანაირი ძალა მაგ შავ მაგს არ აქვს. ბნელს არანაირი ძალა არ აქვს. შენაძლევ ძალას დაშვებებს და ასე შემდეგ. და რომ ამბობ, რომ ჩვენს აზრებს კითხულობდა და ესეთ რაღაცებს აკეთებდაო, შენ რომ ის ენერგო ეგრეგორში იყავი გაწევრიანებული, შენ რომ მასზე რწმენა ქონდა მიცემული, შენ რომ დაშვებები გქონდა მასზე მიცემული, შენი ფიქრების წაკითხვაზე გქონდა მიცემული დაშვება. ოღონდ მაგ ბნელ ბერს კი არ ქონდა. ამ ბნელი ბერის
უკან რა დემონების დგას, ის დემონები კითხულობდნენ შენ აზრებს პირდაპირ. რატომ? იმიტომ რომ დაშჩება ქონდა მიცებული, თორემ ჩემს აზრებს კი ვერ წაიკითხავენ, ან ვინმეს აზრებს. შენში პირდაპირ შემოჭრილი იყვნენ და იქ ვინც დადიოდით, ყველაში შემოჭრილი იყვნენ. კარებები დიდი ხანია გაუღეთ ამ ბნელი ბერის დემონებს. და ეს დემონები შემდეგ გეუბნებიან შავმაგს გონებაში, რომ აი ეს ამას ფიქრობს. და გეუბნება რომ შენ ამას ფიქრობ. ძალა კი არ აქვს. კარებები გაქვს გაღებული ამ დროს. ესეთი შავი მაგის მიმართ. და კითხულობს პირდაპირ შენს აზრებს. ის დემონი და შემდეგ გადასცემს ამ შავ მაგს. ამიტომ არანაირი ძალით მოსილება აქ არაფრში არ არის. აქ არის მარტივი პრინციპი. რა ხდება შავ მაგიაში? შავი მაგი არის დემონის მეცხრემონის მონა, ოღონდ ეს ის პროფესიონალმა შავ მაგმა. დღევანდელ შავ მაგებს გონიათ რომ დემონს მართავს და რაღაც არავინ არაფერს არ მართავს. დემონები მართავენ შავ მაგებს იმისთვის რომ თქვენ გაგანადგურონ. ისე ვერ გეხებიან. შავ მაგებს იყენებენ თქვენს გასანადგურებლად. სატანა. მოკლედ გეტყვით, შავი მაგი გარკვეულ რიტუალებში რომ შეცურავს, ბოლოს სახეს იჩენს დემონი. ჩნდება, ესახება, ხედავს, ესმის. და ნებისმიერი ეს შავი მაგები, ვისთანაც დადიხართ, ეს ტაროლოგები, სხვადასხვა შავი მაგები, ვითომ სუფთად რომ არიან, ესენი ცხოვრობენ დემონებთან ერთად სახლში. მარტო არ ცხოვრობენ ესენი. დემონებთან ერთად ცხოვრობენ. ის დემონები არ ანებებენ თავს. ერთად ცხოვრობენ. მაგრამ თქვენ ამის შესახებ არაფერი არ იცით. და რაღაც ლამაზად არიან შეფუთული, ხატებით სავსე არიან და ისეთ კოშმარებზე მეუბნებით, ამაზე რას ფიქრობო? რა ვიცი, თვალები სად გაქვს, ვერ გავიგე. მაგას უნდა კითხვა, რას უნდა ვფიქრობდე? ან შენ ვერ უნდა ხედავდე, ვინ არის? ეს იმის ბრალია, რომ არც რელიგია, არც არავინ ჩვენ არაფერი არ აგვიხსნა. ყველამ დაგვიმალა სიმართლე და ვერ ხვდებით ვინ არის. ყველა არის, ესე ვთქვათ, ერთ დიდ შეთქმულებაში გაწევრიანებული. საპატრიარქოდან დაწყებული, ყველა ეზოთერიკოსით დამთავრებული, ვისაც უსმენს საერთოდ. კაცი შვილი ამაზე ხმას არ იღებს. ყველა ან ბრმად არის ამ შეთქმულებაში, ან არ იღებს ხმას, ან არ აინტერესებს, ან უბრალოდ ყველას ამოუკერა პირი ბნელმა. ესია, ეს რეალობაა. ამიტომ ამაშია საქმე. ამიტომ კითხულობდა შენს აზრებს, რომ დაშვებები გაქვს, მიცემული პირდაპირ კარებები გაქვს გაღებული. და ამ დროს რა ხდება? ვის ეთაყვანებს? შენ გონია ღმერთთან ხარ და შენ ღმერთთან არ ხარ, შენ გაუღე დემონს კარები. სამყაროს ღმერთს ეს არ აინტერესებს, შენ მოგატყუეს, არ მოგატყუეს, შენ ეს გააკეთე, ღმერთს კი ესმის შენ ეს რატომ გააკეთე? რომ არ გესმოდა, მაგრამ არ გესმოდა თუ გესმოდა, სამყაროს კანონი ყველაზე ერთნაირად მუშაობს. შენ გაუღე დემონს კარები, დემონს კვებავდი? რა გავაკეთო მე? შენს გამო სამყაროს კანონები შევცვალო? გეუბნება უფალი. ამიტომ ის პერიოდი, როცა მასეთ ბრჭყალებში სულიერ მოღვაწესთან ხარ, გვერდით ან უსმენ ან ეთანხმები ან მასთან ხარ, შენ ის პერიოდი ეთაყვანები სატანას. ის ადამიანები, რომლებიც შენთან ერთად დადიოდნენ ცხვარიჭამიაში და დადიოდნენ მაგ ბნელ ბერთან, იმ პერიოდში ეს ადამიანები ეთაყვანებოდნენ სატანას. ოღონდ თავად ვერ ხვდებოდნენ. აი, ტაროს დემონურ სახლებშიც იგივე ხდება. ადამიანებს ალტარებს აკეთებინებენ იქ ჰეკატეს სხვადასხვა იმას და ადამიანები ეთაყვანებიან სატანას. ოღონდ ფიქრობენ, რომ ღმერთთან არიან. გესმით? შენ შეიძლება გეგონოს, რომ კოსმოსში ხარ, მაგრამ იყო ქვეწკნელში. შენი მოქმედებით ეს ხდება. ამიტომ ესეც გეთვლება ცოდვაში. ცოდვაში კი არა, ეთაყვანები სატანას, რიტუალებს აკეთებ, ყველა პროცედურას აკეთებ. დადიხარ რიტუალებს აკეთებ, იმას აკეთებ, ამას აკეთებ, ოღონდ ვერ ხვდები. გონია რაღაც სამყარო ჩორის პროცესებში ხარ მონაწილე. სატანის რიტუალებში მონაწილეობ. შავი მაგისგან იცი რით განსხვავდები? შავი მაგი სარგებელს იღებს, შენ უბრალოდ უფასოდ ეთაყვანები სატანას. ის ფასით სარგებელს იღებს. შენ სარგებელს ვერ იღებ და ისე ეთაყვანები სატანას, ოღონდ მოტყუებით. და ყვები ესეთ რაღაცას, რომ აზრების წაკითხვასთან ერთადო ბევრი უცნაური ზებუნებრივი რაღაცეები ხდებოდაო, ნივთები მოძრაობდა ზოგჯერო, შევესწრებოდით ამ სასწაულებსო, სხვადასხვა პროცესები იყო. აი, დღევანდელი თქვენი სისუსტე არის ის, რომ ქრისტემ რაც გითხრათ, საერთოდ არ იცით. მოდი ჯერ აქედან დავიწყოთ. და მეორე, თუ ვინმე რაღაც ხილულ სასწაულს აკეთებს, ხილულ. ნახე, მამა გაბრიელი აიღე და ნებისმიერი წმინდანები აიღე. ყველა წმინდანი ფარავს და მალავს სასწაულს. შემთხვევით თუ ვინმე შეესწრო, რადგან არ შეიძლება ესე ღიად ამ ყველაფრის ჩვენება, ეს არ არის ღმერთის. და ვიღაცები რომ გამოდიან და სასწაულებს გაჩვენებენ ხილულს და ამით გყიდულობენ ღმერთი რატომ მალავს სასწაულს? იმიტომ რომ ღმერთს არ უნდა შენ გიყიდოს ტრიუკებით. არამედ შენი რწმენა უნდა იყოს ბუნებრივი ხარისხიანი უბრალოებაში. აი, როგორ უბრალოებაში, იცი? საერთოდ რომ არაფერი სასწაული არ ხდება შენს ირგვლივ და ღმერთის რწმენა რომ გაქვს და ამ ყველა სიყვარულის და მდგომარეობის რწმენა რომ გაქვს და ამით რომ ცხოვრობ. და შენ დღეს გყიდულობენ შავმაგიური დიაფასიანი სასწაულებით. ეს გჭირს. მეტი არაფერი. ერთი მწერს და გიორგიო ძალიან მაგრად ცოდნებს დებო,
ვიყენებო, მაგრამ სასწაულებსო დიდადო ვერ ვხედავ. ერთი სასწაულები ბევრი ხდება იმ ადამიანებთან მიმართებაში, რომელსაც მართლა უნდა რაღაც, მაგრამ ეს ადამიანი არ ეძებდა ღმერთს, ეს ადამიანი ეძებდა სასწაულებს. და სასწაულები იმდენი ხდება ჩემთან, რომ ვერ ავხსნერ, მაგრამ მე მაგაზე არ ვლაპარაკობ მაქსიმალურად. რატომ არ ვლაპარაკობ? იმიტომ რომ ეს არ არის თვიური. მე არ მინდა თქვენი ყიდვა სასწაულებით. არც ღმერთს არ უნდა თქვენი ყიდვა, მოსყიდვა სასწაულებით. გესმით? მე თავად არ მინდა სასწაულები და ღმერთმა ეს იცის ჩემთან მიმართებაში. იმდენად უბრალოებაში ვცხოვრობ, რომ ვერ დაიჯერებ. როგორ ცხოვრობ, იცი? როგორც გაუღვიძებელი ადამიანი ყოველგვარი ზებუნებრივი სასწაულების გარეშე. არაფერ ზებუნებრივ ძალებს არ ვიყენებ სპეციალურად. უბრალოებაში ვცხოვრობ. ესია საჭირო და ამიტომ შემიძლია ახლა ბევრი რაღაც გავაკეთო ენერგეტიკულ ველში. შემიძლია რაღაცები ვნახო, შემიძლია რაღაც მოქმედებები გავაკეთო, შემიძლია ბევრი რაღაც გავაკეთო, მაგრამ არ ვაკეთებ, ცხოვრობ როგორც გლეხი რაღაცას, რომ თოხნის სადღაც თავისთვის არის უბრალოებაში და უბრალოდ ღმერთთან არის, რასაც იტევს. ამაშია ჭეშმარიტება და არა იმაში, რომ ღმერთმა გამოდბებით გისაბუთოს, რომ მე აქ ვარ. ამიტომ დღეს თქვენ სასწაულებით ყიდულობენ შავი მაგები და ამას ეგებით. ეს არის თქვენი უდიდესი სისუსტე და აღარ ქნათ ეს. და ყვები ეს რაღაცას, რომ ძალიან ბევრი ზებუნებრივი რაღაცეები ხდებოდა, ნივთები გადაადგილდებოდა, იმ ნივთებს დემონები გადაადგილებენ ხოლმე. ღამე შუქები ნათდებოდა რაღაცები, დემონები, ბნელები, ესე შუქები ნაცრისფერ შუქებად ჩანან ხოლმე, ზოგჯერ მარცვლის ხელა, ზოგჯერ ისე, ზოგჯერ ასე. იმიტომ რომ ისინი არიან ენერგეტიკული არსები. ყვები ესეთ რაღაცას, რომ ერთხელო ჩვენს მეგობარს ჰქონდა რაღაც პრობლემაო, სანთელს რომ ანთებდა ქრებოდაო. ამ ბნელ ბერს რომ ვკითხეთო, რით შეიძლება დავეხმაროთო, გითხრაო, მე ვეხლაო მოგცემო შენო გარკვეულ ნივთებს დავალებას და შეასრულეთ და ყველაფერი კარგად იქნებაო. წაიღეო ეხლაო ეს მეშოკიო და მამამისის საფლავის ფეხებთან ჩამარხოს ეს მეშოკიო. და რომ ივედითო, მოგცაო თავისი სისხლიო. შეკრული იყო პატარა მეშოკში. ნუ რა თქმა უნდა აგიხსნა, რომ ეს სულიერი რიტუალი არის და ჩემი სისხლი გაწმინდავს მის საფლავს და რაღაც იცვლელეები. მიხვდით? პროფესიონალები არიან ზღაპრების შეთხვის. 1000 ჯერ აქვს განაკეთები ერთი და იგივე და ნაცდელი ზოგს ესე უთხრა, ზოგს ისე უთხრა და საერთო ამრავლი აქვს გამოყვანილი, რომელ ისტორიას ეგება ადამიანი. და გეტყვის, რომ ეს ჩემი სისხლი სუფთა არის და განწმენს მის საგვარეულო ჯიშს და ჩაფალი საფლავთან და არა და სხვა რაღაცას აკეთებს და გეტყვი, ხა რა გააკეთა. ზოგადად ყველა საგვარეულოს აქვს თავისი ენერგოდანაზოგი. მოდი ესე გეტყვით. აი მაგალითად ეხლა ჩემ შვილებს დარჩებათ ჩემი ენერგეტიკული ენერგია საგვარეულო ხაზში. რა მადლებსაც დავტოვებ საუკუნეების შემდეგ. ჩემს გენში არის დაგროვებული და ჩემს გვარში არის დაგროვებული საგვარეულო ენერგომემკვიდრეობა. ეს ენერგომემკვიდრეობა გადადის თაობიდან თაობაზე. ჩემი ენერგომემკვიდრეობა გადავა იმ მემკვიდრეზე, რომელიც სუფთად იცხოვრებს. გააქტიურდება ავტომატურად მასზე. ესმით და ნახეთ, ამ შავმა მაგმა რა გააკეთებინა? თავისი სისხლის მაგია გააკეთებინა და დააჯდა იმ საგვარეულოს ენერგიას. ეს იგივეა, ეხლა წარმოიდგინეთ შენ საგვარეულოს რომ მქონდეს ბანკის ანგარიში, სადაც თანხა აგროვა შენმა წინაპრებმა და დარიცხულია თანხა. ვიღაც აფირისწრო რომ მიცეს შენმა ერთ-ერთმა გვარის წარმომადგენელმა მინდობილობა, რომ ამ ანგარიშიდან შეუძლია თანხა მოხსნას, რაც უნდა ქნას. იგივე გაგაკეთებინათ თქვენ. ეს შავი მაგები არიან ძარცველები, მათი მთავარი მდგომარეობა არის რომ შთანთქოს ყველა მხრიდან. ნუ გექნება იმედი რომ გემეგობრება და დაგინდობს. ნუ გექნება იმედი რომ შენი დაქალია, შენი ძმაკაცია 11 წელია იცნობ, 1000 წელია იცნობ. დემონთან გაქვს საქმე, შენ იმ კონკრეტულ ადამიანთან კი არ გაქვს. შენ გაქვს საქმე დემონთან, რომლისთვისაც შენ ხარ საკვები და ეზიზღები, ვერ გიტანს, ძულხარ, თავზე გევლება, გეფოფინება იმის გამო რომ შთანთქოს და თან გეფოფინება და ამის გამო ძულხარ და გიყურებს როგორც რა ვიცი მე. და ის შავი მაგი მისი მონაა და ეს შავი მაგი მის მოქმედების ქვეშაა. მასეთმა შავმა მაგმა შეიძლება საკუთარი ძმა გაყიდოს, დაგაყიდოს, შთანთქოს. ის უკვე აღარ არსებობს იქ, ის პიროვნება. მონაა ის შავი მაგი. მაგ ბიჭმა მუქთან კვეთის ლოცვები წაიკითხოს, მაგ პიროვნებასთან მიმართებაში, მაგ რიტუალთან მიმართებაში ამოთხაროს ის სისხლის, ხელი არ მოკიდოს ხელთათმანი და სადმე მიწაში ჩაფლოს შორს. ისე რომ ადამიანებს შეხება არ კონდეს და გააუქმოს კავშირი. ეს ბნელი ბერი დააჯდა საგვარეულო ენერგიას. და ესეთი კავშირები აქვს ტონობით ამ შავმაგებს. საცეცები აქვს ჩადებული ადამიანებში. ადამიანი მივა რაღაც რიტუალს გააკეთებინებს, ან ტაროს გააშლევინებს, ან რაღაცებს აწინასწარმეტყველებინებს და მორჩა უკვე დაერთებულია შენს ენერგიაზე ის. ამიტომ მე ხშირად ვეუბნები ადამიანებს, რომ ვისთანაც იყავი შავმაგთან, რა რიტუალებიც აკეთე, ცალ-ცალკე წაიკითხე მათთან მიმართებაში მუქთან კვეთის ლოცვები, რომ კავშირები ჩაჭრა, თორემ ის დაერთებულია შენზე. ამას წინათ ეხლა ერთს მივეცი მუქთან კვეთის ლოცვები და უმრეკავს შავი მაგი და ეუბნება, რომ რასვები რა გააკეთე, შენ რა ხდებაო? ეს სხვა ისტორია კიდე, ის რა გააკეთე ერთია. მოკლედ რა გააკეთე არის მუქთან კვეთის ლოცვებთან ტრენდი
შავი მაგებისგან უცებთ ან ჩაწერილი ყავხართ ყველანი შავ ბლოკნოტში რიტუალებს აკეთებს და ჩამოჭრას აკეთებს ყოველთვიურად ენერგიის კავშირები გაქვთ მათთან გესმით ამიტომ კავშირები უნდა გავუქმოთ და ნახეთ მუქთან კვეთის ლოცვები რომ დაიწყო თავად შავ მაგმა მოინდომა კავშირის გაწყვეტა იმიტომ რომ უკვე ისე ურტყამს ის ლოცვები რომ სარგებელი კი არა ზიანს იღებს და შენთან უნდა სასწრაფოდ კავშირის გაწყვეტა მაგრამ ზოგიერთს არ უნდა კავშირის გაწყვეტა იბრძვის მაინც უნდა კავშირი შენთან და გეუბნება გამოვალ გნახავ რაღაცა აქტიურდება და სად იყო ამდენი ხანი არ ჩანდა მაგრამ როგორც კი ლოცვები დაიწყე თავდაცვითი კავშირების გაწყვეტის გამოჩნდა საღაციდან შენი იმას ნომერიც აქვს სახელი გვარი სათხარ Facebook გვერდი ბლოკნოტში ყავხარ ჩაწერილი დაერთებულია შენს ენერგიაზე რომ მიწანწალდე იქ და გონია ერთობი ამიტომ თუ ვინმესთან იყავით ცალ-ცალკე იკითხე ყველას მიმართ მუქთან კვეთის ლოცვები და გაწყვიტე კავშირები ამბობ ეს რაღაცას რომ ზოგჯერ რჩებოდითო მასთანო როგორც კი დაღამდებოდაო გვიკრძალავდა ღამით გარეთ გასვლასო კატეგორიულადო ჩვენცო არ გავდიოდით ღამით გარეთო მაგრამ ჩვენი ერთ-ერთი მეგობარი გავიდაო ღამეო გარეთ ეზოზია საუბარი და ჩვენი მეგობარი რომ გავიდა გარეთო გვესმისო ყვირილიც ხმაო თან მოგუდული ყვირილის ხმაო და რომ გამოვარდით გარეთო და რომ შევხედოთო ჩვენი მეგობარი იხრჩობაო ანუ რაღაც უხილავი აღრჩობდაო როგორც ფილმებში არისო ყელზე იკიდებს ხერსო და ის აღრჩობსო და ეს ვერაფერს ვერ შვებაო რაღაც უხილავი აღრჩობდაო მიწაზე ეგდო და ფორთხავდაო იგუდებოდა თითქმისო უკეო და უცებ გამოვარდაო ეს ვითომბერი გადაარჩინაო გამოსტაცა ხელიდანო რაღაცასო და რა თქმა უნდა იმ საღამოსო არც გვეძინაო და ვერ მიხვდით რა იყო ესო და დღემდე ვერ ხვდებით რა თქმა უნდა ეხლა მე გეტყვი რა იყო ეგ და რა ხდება ზემოთ რა გითხარით მე თქვენ ყველა შავი მაგი ცხოვრობს დემონებთან ერთად რა თქმა უნდა ეს ბნელი ბერიც დემონებთან ერთად ცხოვრობს მაგრამ ნახეთ სახლის შიგნით სპეციალური დაცვა აქვს დაყენებული რომ ეს დემონები არ შემოვიდნენ ღამე აქტიურობენ ესენი განსაკუთრებით და გარეთ უკვე დაცვა არ იყო დაყენებული ეზოში და ის ადამიანი რომ გავიდა გარეთ უკვე თავს დაესხნენ რატომ დაესხნენ იცით თავს იმიტომ რომ ეს დემონები არიან დაგეშილი ძაღლებივით მშიერები ერთადერთი ვინც ამათ აკავებს არის ეს შავი მაგი რომ ერთიანად არ შეგჭამოს ნახეთ ესენი არიან ისეთი დაგეშილები რომ ერთიანად შეგახრამუნებს მაგრამ ეს შავი მაგი აკონტროლებს ამათი გამოკვების პროცესს რომ ერთიანად არ შეგჭამოს და არ მოგკლას თუნდაც რომ მთელი 11 წელი 12 წელი იკვებოს იმათ იმის უნარი არ აქვს იმათ თქვენი გაგლეჯვა უნდათ ისე შეათ მაგრამ ეს გარკვეულ საზღვრებში ხავს რომ გაცდის სახლს დაესხნენ თავს შენს მეგობარს და გაგლეჯვა დაუწყეს ჭამა დაუწყეს პირდაპირ თან თქვა დაუწყეს გარდაცვლამდე მიიყვანეს რომ შთაენდგათ პირდაპირ თან თქვა უნდათ ის დემონები არიან უკონტროლოდ დამშეულები შავი მაგი არის ამ დემონებსა თქვენ შორის მარეგულირებელი რომ ერთიანად არ შეგჭამოს მაგალითად ძროხის ფერმა გაქვს და ყველა ერთად რომ დაკლა არც რძეს მოგცემს არც მოგება გექნება არც გამრავლდება იგივეა თქვენთან მიმართებაში დემონი ამას ვერ შვება დემონი პირდაპირ ისეთ დამშეულია უნდა რომ შთანთქოს და ეს არეგულირებს ამ პროცესს დიდი ხნის განმავლობაში გწოვოს და გწოვოს და გწოვოს ენერგია ამბობ ეს რაღაცას რომ გარკვეული პერიოდიო რომ დავდიოდითო შიგა და შიგო ვინც დადიოდა ჩვენთან ერთადო აღარ დადიოდნენ აღარ იყვნენ იქ აღარ მოდიოდნენ და მიზეზსაც ვერ ვერკვეოდითო რატომ არ მოდიოდნენ ისინი ხვდებოდნენ სიმართლეს ამიტომ ხრებოდნენ ისინი პარალელურად მასეთ შავ მაგებს ახასიათებთ ესეთი რაღაც მასეთ სივრცეებში მასეთ შავი მაგის გვერდით როცა ვიღაც მეგობარი ხრება იწყებს იმ მეგობრის ლანძღვას იმ ადამიანის მორალურ და პიროვნულ განადგურებას იწყებს რადგან იცის რომ ის ადამიანი მასზე იტყვის სიმართლეს და შენ ისე მოგამზადებს და შეგამზადებს რომ იმ ადამიანმა რაც უნდა გითხრას მე აღარაფერს აღარ დაიჭერე ეს ახასიათებთ შავ მაგებს როგორც კი აცნობიერებ ვინ ხარ და შორდები სხვა ადამიანებთან იწყებს შენს პიროვნულ განადგურებას რომ აღარაფერი აღარ დაუჯერო იმ ადამიანს მის შესახებ ხო აი შენს მიდასტურებ რომ ხო ეს ადამიანები რომ ხრებოდნენ მე ამ ადამიანებზე რაღაცებს ამბობდაო რომ ესენიო სულიერების განშორდ დადგნენო ზურგი გვაქციესო რაღაცა ხო ანუ პიროვნულად დანადგურებდნენ შენ რომ იმ ადამიანს შეხვდები და კითხავ რატო წახვედი რატომ აღარ დადიხარ აქ ოჯახი ის გეტყვის სიმართლეს რომ მე დავინახე ის ან ჩემს შვილს გზავნი და გარკვეული მსუბუქ მაგრამ პორნოგრაფიული შემცველობის ვიდეოებს ბიჭს და მივხვდით რომ რაღაც სუფთად ვერ არის და მაგრამ შენ ამას არ დაიჯერებდი რადგან უკვე მოგამზადა შეგფუთათ იმ ბერმა ეხლაც იგივე ხდება როგორც კი ვიღაც იღვიწებს მის დისკრიმინაციას იწყებს ეს სულიერი მოღვაწე გესმე განადგურებას რომ მე აღარავინ აღარ დაუჯეროს ერთი და იგივე პრინციპი აქვს ყველაზე გურიაში ცხwariჭამიაში იქეთ ეხა კონკრეტულ ადგილებს აღარ დავასახელებ ერთი და იგივე ტექნოლოგიები აქვს იმიტომ რომ ერთი და იგივე სატანის პროტოკოლებით ხელმძღვანელობენ ის დემონები ერთი ბოსის საერთო ბრძანებით პროტოკოლებით ხელმძღვანელობენ
ნებისმიერი მოვიდეს ეხლა ჩემთან ადამიანი შავ მაგზე ნებისმიერი სიტუაციით ყველას გავშიფრებ რატომ იმიტომ რომ ყველა არის ერთით გაკეთებული მოდი ესეთი ფორმით ვიტყვი ერთნაირად ხელმძღვანელობენ აი მარტივ მაგალითს გეტყვით ტაროს დემონურ სახლებზე ჩავწერე ნაშრომი და ვიღაც გოგო შავი მაგი გამოხდა და თავის თავზე მიიღო ერთი-ერთში და სანამ გამოხდებოდა საერთოდ არ ვიცოდი მის შესახებ საერთოდ სხვა შავ ტაროლოგზე ჩავწერე დემონურ სახლებზე სხვა დემონურ სახლზე ჩავწერე და ვიღაც გამოხდა და ღია ბრძოლა დამიწყო ჩემზე საუბრობსო წარმოგიდგენია ერთნაირი პროტოკოლებით არიან ერთნაირი იმდენად ერთნაირი რომ ადამიანმა ერთი-ერთში საკუთარ თავზე მიიღო რადგან ისიც იმას აკეთებს რასაც ეს ბნელი ტაროლოგი აკეთებს ისიც იგივეს აკეთებს ერთი და იგივე მექანიზმში იგივე რიტუალი იგივენაირად ალუცინებს ხას ერთი და იგივეს აკეთებს თავის თავზე მიიღო ესენი ყველანი ერთი პროტოკოლით მოქმედებენ გესმით გურიაში იქნება დასახლება თუ სხვა რიჭამიაში იქნება თუ სხვადასხვა ადგილებში იქნება თუ და ეხლა კიდე მიმდინარეობს ეს პროცესები რომ მოდი ერთი საერთო დასახლებები გავაკეთოთ ნახეთ ბოლო ჟამის დროს საერთო დასახლებები იქნება გადარჩენის წყარო მაგრამ ეს შავი მაგები ამას იყენებენ ბოროტად და საკუთარ ენერგო კვების წყაროდ იყენებენ თქვენ და რწმენასაც გართმევენ რომ მომავალში მაგალითად აღარ შეიკრიბოთ ერთად რომ რწმენა დაკარგოთ იმიტომ რომ ესენი ყველანი გამოვლინდებიან რომ იქ სექტა ყოფილა სექტა იცის სად არ არის სადაც შენ არავინ არანაირ რიტუალს არ გაკეთებინებს სადაც შენთვის სულიერი მოღვაწე არ არის კუმირი აი მაგალითად თუ დადგება დრო რომ მე თქვენ ჩემს ირგვლივ შემოგიკრებთ მე არ უნდა ვიყო თქვენი კუმირი მე უნდა ვიყო თქვენი აი ჩვეულებრივი გვერდით ყოფია რაღაცა აი არანაირ რიტუალები არ უნდა კეთდებოდეს თავისუფლება უნდა იყოს როგორც მას დაილაპარაკები დას დაილაპარაკები რა თქვენობით ლაპარაკი და რა ბატონო და რა ის და და გადამზადებული უნდა იყოთ ჩემზე მეტი უნდა იცოდეთ გესმით ჩემს გვერდით უნდა იყოთ ცოდნაში ეს არის სუფთა და სასწაულებზე არ უნდა იყოთ ორიენტირებული და კითხვებს უნდა სვამდე ვინ არის რა არის და ეს არის სუფთა და სექტა იცი რა არის მოდი ჩემოს იყვარულო და ენერგიები და ხელით რომ ყურნავს და ჩაკრებზე კიდევს ხელს და რაღაც სიგიჟეებს აკეთებს ჭეშმარიტი ღვთიური მდგომარეობა არის იქ სადაც აი ქრისტე როგორია ტილო სამოსი უბრალო ყოველგვარი რაღაცა განდიდებების და ამ ყოლაფრის გარეშე და როგორ ელაპარაკებოდა მის მოციქულებს იმდენად უბრალოებაში იყო რომ აი ვერ გაარჩევდი მწყემსისგან უბრალო შრომელი ადამიანისგან არაფრით არ გამოირჩეოდა ამაშია ჭეშმარიტი ღვთიური ძალა ეს არის და დღეს რა ხდება ერთი რაღაცა ნაზიხმით ლაპარაკობს და ხო და ჩვენ აქ სიყვარულისთვის კი არა 14 წლიდან სული ყავს მოკრული და ეგ ვერ მოგიშორებია და არ მოგიშორებია და ვიღაცებს ჩაკრებზე ხელებს უფათურე და შევიკრიბოთ და ერთად რაღაცეები ვაკეთოთ და ასე და ისე და ესე და აი რა ის საქმეა ჩემს ხელებს ვიღაცის ჩაკრაზე ღვთიურ ენერგეტიკულ ცენტრებზე რა ის საქმეა ჩემს თვალებს სხვა ადამიანის ენერგიის დანახვაზე ან სხვა ადამიანის ენერგიაზე შეხებაზე საუბარზე აი რა ის საქმეა ვინ ვარ მე ღმერთი არ ეხება ადამიანის ენერგიაზე შენ ვინ ახარ რომ მაგაზე გეტყვი შავი მაგები არიან ესენი გესმით შავი მაგები არიან ესენი ყველანი ვინზე ჩაკრებზე გიფათურებთ ხელს კიდევს წმენდე ამ რაღაცებს აკეთებს მაგრამ არიან ბიოენერგიის მწმენდავები ესენი ნამდვილად კურნავენ ესენი ტრენდულები რომ არიან აი ტრენდულები და რაღაცა საკრავი ხმები და ჰერცები და მერცები და რაღაცები და მოდი გამიკურნო და რაღაც იქ დასახლება გავაკეთოთ და რაღაცები და ყველასთან რომ აზელილი არიან და რიტუალებს რომ არგით რა არც ერთი ჩემთან მოსული ადამიანი ვერ იტყვის რომ გიორგი მითხრა რომ შენი ენერგია მაჩვენე ან რამეზე დაშვება მომეცი ნახეთ რას გიხსნით გააცნობიერეთ რას გიხსნით მე რომ მოვიდე და გითხრა მოდი ჩაკრებს გაგიწმინდა და ხელი შეგახო მე არ მინდა ეს რატომ იცი ჩემს ინტერესში არ შედის ეს გააცნობიერე ხარ რას გეუბნები იმიტომ რომ მე შენ ხელს რომ შეგახებ ჩვენი ენერგიები გაიცვლება და მე არ მინდა სხვა ადამიანის ენერგიების გაცვლა. მოდი, ტექნიკურ ენაზე გეტყვი. არ მაწყობს. გესმის რას გიხსნე? არ მაწყობს. რომ ჩემი სუფთა ენერგიები ფიზიკურ დონეზე, თორემ ისე აბა რას ვაკეთებ? ჩემს ენერგიებს გაძლევ ამრჩევებს და დალოცვებს და ამას რომ გეუბნები, მაგრამ ახლა მე თავად არ მაწყობს, რომ ხელი შეგახო, შენს ენერგიას დაუკავშირდე. საერთოდ ვინმეს აურა რომ დავინახო, რომ აურის დანახვა არის ენერგიასთან დაკავშირება. მე არ მაწყობს, რომ შენი ენერგია შეურიო ჩემსაში. იმიტომ რომ ჩემს ენერგიას უფრთხილდები, სისუფთავეში ვინარჩუნებ, რასაც ვიტევ. გესმის? და ნახე, შავ მაგს აწყობს, იმიტომ რომ ის წარწმენდილია.
შენი ენერგია მასთან მიმართებაში არის უწმინდესი, რადგან თავად ბინძურია. ეს პრინციპი დაიმახსოვრე. იმას აწყობს შენ რომ ხელი შეგახოს, ჩაკრებზე ენერგია ამოგიღოს რაღაცეები და მე არ მაწყობს. იმიტომ რომ შენ ვერ იქნები ისე სუფთად ვთქვათ, როგორც მე, ან შეიძლება ჩემზე სუფთად იყო კაცო. ვინა ვარ მე? ერთი მოლეკულა ვარ მართლა რა. მაგრამ არ მაწყობს მე ენერგიების აღრევა. რისთვის ვინარჩუნებ ამ სიცოცხლეებს? ხელი რომ შეგახო ენერგოცენტრებზე, ამაზე, იმაზე არ მჭირდება მე ენერგოცენტრებზე შეგახო ხელი. ღმერთი შეგახებს ხელს, ისეთ ჩევებს მოგცემ და ისეთ ლოცვებს. ღმერთი მოგხედავს, ამას ვაკეთებ მე. შორიდან ვიხდი და ვიღაცა რომ გეუბნება, სულიერი მოღვაწე ვარ და სიცოცხლეში ვარ და ხელებს გიფათურებს ენერგიაში. ვერ ხვდები რომ შენი ენერგია უფრო სუფთაა ვიდრე მისი, რადგან ის არ მოკიდებდა შენ ჩაკრას დღელს და არ შეგეხებოდა სუფთა რომ იყოს, რადგან გადმოვა შენი ენერგია, შენი დაავადებები, შენი ეს ყველაფერი. ის იმიტომ გიფათურებს ხელებს და ფოტო გამომიგზავნე, დაბადების თარიღი მომეცი, დაშვებები მომეცი და გეხება ხელი და ყურნავს თვითონ და რაღაცებს აკეთებს, რომ დაბინძურებულია და შენი ენერგია მასთან მიმართებაში სულ ცოდვებში იყო არის უწმინდესი მისთვის და გჭამს ენერგიით ავტომატურად. ამიტომ ერთი რაღაც გააცნობიერე, სულიერი სუფთა ადამიანი არ გარისკავს რომ შენს ენერგიასთან კონტაქტში შემოვიდეს ფიზიკურ დონეზე. ამას გააკეთებს შორიდან, ღვთიურად. ეხლა მიხვდით პრინციპს, როგორ უნდა განასხვაოთ? შავი მაგი და სუფთა მოღვაწე. სუფთა მოღვაწე შენს ენერგიასთან ფიზიკურად გადაკვეთებს არ გააკეთებს და საერთოდ არანაირი ენერგო დაშვებებს არც მოგთხოვს, არც გეტყვის და არაფერი. ღმერთის ენაზე, აი როგორც წმინდა მამა ისე დაგელაპარაკება, როგორც მოძღვარი, ბერი, სუფთად ღმერთი გააკეთებს ამას. ისე დაგელაპარაკება, ისეთ შევას მოგცემს, ისეთ მიმართულებას მოგცემს, რომ ღმერთს აკეთებინებს ამას. ამიტომ ეს არის ის ფუნდამენტური ცოდნა, რითაც შეგიძლიათ გაარჩიოთ ბნელი და შუქის მქონე მატარებელი სულიერი მოღვაწეები. და ესე იგი ამბობ რომ ბოლოს უკვე აღმოვაჩინეთო ოფიციალურად დასაბუთებულად რომ ეს ბერი აღმოჩნდა შავი მაგი, მაგრამ შავ მაგთან ერთად აღმოჩნდა მოემზადეთ. ყველაფერს წარმოვიდგენ, ხო ეხლა რომ აი ისეთი ცუდი შავი მაგი აღმოჩნდა რომ ეს ბნელი ბერი უბრალოდ შავი მაგი კი არ იყო ყველაფერთან ერთად, არამედ ტრანსგენდერების მამაშა. ალბათ კითხოსავთ, ხო ეს რაღაცა ჭორი არა, ოფიციალურად აღმოჩნდა პოლიციის დონეზე. და უკვე ეს რომ გასკდა, ყველა მიხვდა რა ხდებოდა. ქართველი ტრანსგენდერები გაყავდა საზღვარგარეთ და პროსტიტუციაში წილს იღებდა ეგრეთ წოდებული ტრანსგენდერების მამაშა. ზოგადად გააცნობიერეთ, გადახედეთ შავმაგებს. მე არავის არ გამსჭიდა, არავის არც ზემოდან უყურებდა, არც შავმაგიაში ფაქტობრივად თავი ვინც ამოყო, ყველა ცხოვრობდა ან წარწმედილი ცხოვრებით, ან პროსტიტუციაში იყო, ან რაღაც ბოროტებებში იყო და შემდეგ გახდა შავი მაგი. რიტუალები და ეს ყველაფერი. ძირითადი მასა შეხედეთ. მაგრამ მე ამას მთელი გულის წუხილით ვამბობ და ყველა შავ მაგს უსურვებ, უფლის მხარეს გადასულიყო და შეუძლიათ ეს რომ ქნან. შანსები აქვს ჯერ კიდევ. ამას მე არ ვამბობ ზემოდან ხედვით და რაღაც გულის წუხილით ვამბობ ამას, მაგრამ ეს არის რეალური ფაქტი, რასაც დავაკვირდი. და ნახეთ, ეხლა რა მოხდა? ამბობ ეს რაღაცას რომ როგორც კი ეს ყველაფერი უკვე გასკდა და გამოვიდა გარეთო და გავიგეთო, წამოვედიო და აღარ დავდივარო და როგორც კი წამოვედიო, მას შემდეგ გაგვეწყო ოჯახში ფინანსური ჩავარდნები, ჯანმრთელობის დაცემა, პირდაპირ მკვეთრად დაიწყო მთლიანად ჩვენი ოჯახის ჩამოშლაო. რატო იცი? ეხლა ვაგიხსნი რა ხდება და გეტყვი რა უნდა ქნა. როგორც კი კავშირი შევწყვიტეთ და აღარ დავდიოდითო, პირდაპირ ფინანსები, ჯანმრთელობა, ბედნიერება, ყველაფერი უკან პირდაპირ მკვეთრად წავიდაო. რატომ? რა გითხარი ზემოთ? შენ მის ეგრეგორში რომ იყავი გაწევრიანებული, გარკვეული ენერგიას იღებდა თქვენგან. შენ და შენი ოჯახი ისევ დაკავშირებულია მის ეგრეგორთან, ენერგიასთან და ნახე, შენ რომ გაწყვიტე კავშირი მასთან, შენ გაწყვიტე ფიზიკური კავშირი და არა ნამდვილი ენერგეტიკული კავშირი. და მაგამდე შენგან მაგალითად ყოველ თვე თუ იღებდა 10 ქულის ენერგიას, სიცოცხლის და წარმატების და სხვა დანარჩენს, რომ ვერ შეგემჩნია. ეხლა როგორც კი შენ მას დაშორდი და მიხვდი ვინ არის, უკვე მთლიანად შეგაჯდა ენერგიაზე. მთლიანად დაიწყო გამოწვევა ენერგიის. უცებ იმიტომ დაგეწყო ოჯახში ჯანმრთელობის ვარდნა, ფინანსური ვარდნა, ყველაფრის ვარდნა, იმიტომ დაგეწყო ქვემოთ, რომ აღარ უფრთხილდება შენ მიხვდები ვერ მიხვდები, პირდაპირ გაცლის ენერგიას. პირდაპირ სრულად დაიწყო გამოწურვა ენერგიის, გამოფიტვის დონემდე. გესმის? ამიტომ დაიწყო ფინანსური ვარდნა, ჯანმრთელობის ვარდნა და ყველანაირი ვარდნა. ეხლა რა უნდა ქნა? კავშირები უნდა გაწყვიტო, ენერგეტიკული კავშირი უნდა გაწყვიტო, მუქთან კვეთის ლოცვები უნდა იკითხო, ლოცვის ინსტრუქციით, მასთან მიმართებაში, მასთან კავშირების გაწყვეტის განზრახვით. და კავშირი უნდა გაწყვიტო, რომ შენი სიცოცხლე ენერგიები არ სრუტოს პირდაპირ. თან ამბობ, რომ როგორც კი კავშირი გავწყვიტეო, დაგვეწყო ოჯახშიო ნეგატიური ფიქრებიო, ქვემებიო, ვერ ვაჩერებთ ვერაფერს, იმიტომ ნახე, ეხლა მიდის თქვენი ოჯახის სრული გამოწურვა. და ეს როგორ უნდა გააკეთოს?
ლიმონი რომ გამოიწუროს რა უნდა ქნა, ხელი უნდა მოუჭირო. მოგიქცია თავისი დემონები ეხლა, იმიტომ რომ დაშვებები გაქვს მიცემული. ეხლა ის დემონები გატერორებენ აზრებში, ფიქრებში, გწურავენ, განერვიულებენ, სტრესში გაგდებენ, გწურავენ მაქსიმალურად რამდენსაც გამოიწურები, სანამ არ განადგურდები. ეს პროცესია ეხლა დაწყებული, ამიტომ დაგეწყოთ ნეგატიური ფიქრები, შენს ჯანმრთელობის პრობლემა დაგეცა, გწურავენ, სტრესებში ხართ, ვერ გამოდიხართ აქედან, თქვენი გაწურვა მიდის ეხლა. ეხლა რა უნდა ქნა, ლოცვები და მშვიდში ყოფნა, ბალანსში და გამთლიანების ცოდნებს ჩაუჯექი, ყველაფერს მიხვდები, როგორ უნდა მოიქცე მშვიდით, რომ ვერ მოგერევა, ლოცვებით ვერ მოგერევა, პირიქით შენ გაგზალა, გესმის? ცოდნა და ლოცვები დაგეხმარება იმაში, რომ აქედან გამოძრე. საერთოდ, ვინც დადიოდით ოჯახები, თუ შეიკრიბებით ერთად, თუნდაც ლაივში ჩაერთვეთ ერთმანეთთან, დახურულ ლაივში და ერთდროულად რომ წაიკითხოთ მუქთანკვეთის ლოცვები ერთი და იგივე საათზე ლოცვის ინსტრუქციით. მინიმუმ 3 კვირაში მის ეგრეგორს გატეხავთ. ისე გატეხავთ, რომ უბრალოდ ვეღარაფერს ვეღარ დაგიშავთ, ან თქვენ უკვე ხართ გაერთიანებული ძალა. ნახეთ, თქვენ თუ ხართ ესეთი შავი მაგის ეგრეგორში გაერთიანებული, დასახლებებში ცხოვრობთ და გააცნობიერეთ ვისთან გაქვთ საქმე და ვერ ერევით და გატერორებენ და გეშინია რომ რამე არ დაგიშაოს, შეიკრიბეთ მინიმუმ 3 კაცი, 3-იც კი საკმარისი ხართ რომ გატეხოთ ეს ყველაფერი, დაამარცხოთ ის და ერთდროულად ერთად რომ იკითხოთ მუქთანკვეთის ლოცვები. უბრალოდ განადგურდება, ღმერთი გააკეთებს ამას, ღმერთი გააკეთებს, რეზონანსის ეფექტი გააქტიურდება. ამიტომ ის ოჯახები, ვინც იარეთ, ან შენ ოჯახში ერთად იკითხეთ ეს ლოცვები და ხელშეუხებლები იქნებით, ჯანმრთელად იქნებით, ვეღარანაირი კავშირები ვეღარ ექნება თქვენთან, ჩაწყდება ამასთან კავშირი, აღიდგება ძალები, ოჯახში ხვავიც მოვა, ბარაქაც და ჯანმრთელობაც. დაგლოცავ, დალოცვილი იყავი უფლისგან, დალოცვილი იყავით ყველანი უფლისგან, დაგვლოცოს ყველა უფალმა, უფალო დაგვიფარე, გაგვიხსენი გონება, უფალო, მოასმენინე ეს ნაშრომი ყველა იმ ადამიანს, ვისაც სჭირდება, იმისთვის რომ გადარჩეს, ვინც ეძებს გზებს, ვინც ესეთ სიტუაციებშია, დაიფარე ყველა ქართველი, დედამიწა, მცხოვრებნი. ამინ.